საღამომშვიდობის მოგესალმებით, მეგობრებო. მოკლედ მუშაობდი ბლოგზე დღეს მთელი დღის მანძილზე და დავასრულე. ძალიან საინტერესო ბლოგი არის, რომელიც ეძღვნება დღესდღეობით დღევანდელ შიგ ევროპაში, ღრმად შიგ ევროპაში არსებულ 9 მაისი მოდის და ფაშისტების პირდაპირ შთამომავლებს, შვილიშვილებს, თუ ვინ არიან, სად არიან, რა თანამდებობებზე არიან, რა ძალაუფლება გააჩნიათ და რატო ხდება ეს ყველაფერი, რაც ხდება, იმიტომ რომ ეს 9 მაისთან დაკავშირებული მემორიალების ნგრევა, ამ დღესასწაულის დაკნინება, ევროპის დღედ გადაკეთება, სტალინის ძეგლის აღება და ყველაფერი ეს მოდის შიგ უკნიდან განათლებული ევროპიდან. ამიტომ ამ ყველაფერს აქვს თავისი სათავე, თავისი წყარო, ფაქტებით, მტკიცებულებით, ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ აქ ლაივში იქნება კომენტარებში დავდებ ამ ბლოგს და შეგიძლიათ ნახოთ ეს რეალობა, რომელი რეალობა სინამდვილეში არის, რომ დღევანდელ ევროპის პოლიტიკურ ელიტას როგორ მართავენ ფაშისტების შთამომავლები. ძალიან საინტერესოა, იგივე ის კაია კალასები, იგივე მერცები, იგივე კიდევ ბევრი სხვადასხვა არ მინდა ეხლა ყველას ის ვისაც და გაინტერესებს ნახეთ. ერთ წუთი ჩვენ შემოგვივლეს სხვა საქმეზე მაქვს სასაუბრო ახლა მაგაზე არ საუბრობ და მე ვილაპარაკოთ კაცო თუ გინდა. და არ გადამევლია რა თვალი ამ იმისთვის, რა ქვია, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისთვის, ну, კაის რას უნდა ელოდე, ხო? საქართველოში როცა აკოთებული სიტუაცია, ეს ყველაფერი აკოთებულად გაგრძელდება, იმიტომ რომ აკოთებული ხალხის ხელში. რაც შეეხება იმ კატეგორია ადამიანებს, რომლებიც ჩემ პოსტებთან და ჩემ ვიდეო ბლოგებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საპატრიარქოს, რომელიც ეხება იქ ჩაბუდებულ ყანდურებს, რომლებშიც ღმერთის მეტი ყველაფერი არის, რწმენის მეტი დარჩენილი და ამას რატო ამბობ, ამას რატო ასაჯაროებ, ამას რატო აკეთებ? ბიჭო, ამ ხალხს ერთი რაღაცა მინდა გითხრათ. მოისმენთ ერთ წუთი. თქვენ გაიდეთ მამიშვილებო, ეხლა ეს რაზეც მინდა ლაპარაკი, ეს რადიკალურად სხვა თემა არის, მაგრამ ელემენტარულად რისი თქვა მინდა თქვენთვის. თქვენ ხართ ჩამოყალიბებული, დაავადებული, ავადმყოფი კერპომანები. ამიტომ კერპომანიით შეპყრობილ ავადმყოფებთან მე სალაპარაკო არაფერი არ მაქვს. მე ვამბობ იმას, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, ის სიმართლე, რა სიმართლეც მიჭირავს ხელში და როდესაც ფარისევლები შემოიმასკნებენ, რა ქვია, შემოიხვევენ ანაფორას და ლამისა და წმინდანებად ესახებიან ჩემ გაუბედურებულ ქართველ ერს, ჯაღმაიძის თამადობით, გინდა ჭუაძის თამადობით, გინდა შიოს გაგრძელებით და ასე შემდეგ, ყველამ უნდა იცოდეს ვინ არის და თუ თქვენი წარსული გაქვთ ჩასვლილი, მისვლილი და მოსვლილი, ეს თქვენი პრობლემაა და არა ჩემი პრობლემა. ხო და წადი ვიწია მათემატიკოსი ხარ და წადი და სკოლაში ასწავლე მათემატიკა, არაფერი არ გესაქმება შენ ეკლესიაში, ტაძარში და ასე შემდეგ. იგივე იმ თეოდორე ჭუაძესაც არაფერი არ ესაქმება იმას ეკლესიაში, ბიტკოინების ქარხანა აქვს და წავიდეს და აკეთოს და კიდევ ბევრს და შეომუჯირს საერთოდ არ ესაქმება პატრიარქად არაფერი. მორჩა დამთავრდა მე ამ ხალხთან ნულის დონის ქრისტიანობა გააჩნია ამ ხალხს. და საერთოდ არ მაინტერესებს ილია მეორის კერპომანიით შეპყრობილი დაავადებული ზბროდის ბოდვა, რომელიც ზბროდიც ატეხავს წიოქს და იმას ვითომ ვაბრალებდე მე ილია მეორის იმას, რომ მისი რჩეული არ ყოფილიყო შევარდნაძე, მისი რჩეული არ ყოფილიყო იოსელიანი, მისი რჩეული არ ყოფილიყო კიტოვანი, ჩხარტიშვილი, ახალაიები და ასე შემდეგ. ხაზარაძე და ასე შემდეგ და კიდევ ბევრი და ბევრი. შევარდნაძე ედვარდი გიორგად მონათლული და წოდებული და არავის არაფერს არ ვამადლი. ეს ვაბრალებ. ვამბობ იმას, რაც იყო. და ახლა თქვენ ისტორიის დამალვა თუ გინდათ და თუ გწვენიათ, ნუ იქცევით ისე რა. თქვენთვის ვინც გინდა ის იყოს წმინდანი და თქვენთვის ვინც გინდა ის იყოს, ესა რა ქვია, სულიერი მამა და ჩემთვის მე როგორც მასწავლის ჯულის კანონი და როგორც მასწავლის წესი, არა ქრისტიანული საქციელები და ვერ მივიღებ ამას და თქვენ მიიღეთ. და იქით გინდათ და იმასთან რა ქვია, რომის პაპის წარმომადგენელთან ერთად, წვალებლებთან ერთადაც ილოცეთ, არა ეს ჩემი პრობლემა, ეს თქვენი პრობლემაა, მაგრამ მე ნუ მასწავლეთ რა. ხო, ეს ასე კიდე სხვა ბევრი უამრავი რაღაცეები და ამიტომ
ვისაც არ გინდათ ვიცია ჩემი მოსმენა და ვისაც არ გინდათ ჩემი დანახვა არავინ არ გეპატიჟებათ არც ჩემ Facebook გვერდზე არც YouTube-ის არხზე არც ყველგან და არც ყველგან წადით და უსმინეთ ვისაც გინდათ არ მაინტერესებს რა ამ ხალხმა მე და ჩემ ქვეყანას წაართვა მომავალი და საქართველოს ესროლის ხო ასე იყო და ამას დაუჭირა მხარი საპატრიარქომ და ეკლესიამ ასე იყო ეს ეკლესია არ ძალიან დიდი ბოდიში თქვენ ეკლესია არ ახართ თქვენ ეკლესიაში შესული ქვეწარმავლები ხართ დავამთავროთ ამაზე ლაპარაკი ერთხელ და სამუდამოდ ეხლა ფაქტებიცა ფოტოებიცა ვიდეო მასალაცა აუდიო მასალაცა ცოცხალი მოწმეები არიან და ამ თაობაში ვცხოვრობ და ახლა იძახით რომ ასე არ ყოფილა ასე აბა ფერი იყო რანაირად იყო აბა როგორ იყო სხვანაირად მოგყევთ ერთ სხვანაირად როგორ იყო ისე რომ არ მომხდარიყო ისე რომ მოხდება მე არ ვიცი რა მოხდებოდა რა მოხდა იმას ვხედავ და ყველას თავისი წული ცოდვა აქვს ამ ყველაფერში შეტანილი და შეაქვთ დიახ პატრიარქის რჩეულმა შევარდნაძემ პატრიარქის რჩეულმა იოსელიანმა პატრიარქის რჩეულმა მან რა ქვია კიტოვანმა ჩხარტიშვილმა ახალაიებმა და სხვებმა დაღუპეს საქართველო და დღესაც პატრიარქის რჩეული შიო დაღუპავს რაც აკიდე დასაღუპე მაქვეყანაში დარჩენილი ეს მე მithქვია მე არაფერი მიზანი არ მომძრაობს ჩემი ქვეყნის და ხალხის კარგად ყოფნისა და თუ არ გჯერავთ ვიზია და თუ არ გინდათ კისერი გიტეხიათ რომ გადაიხვეწებით ქვეყნიდან ვინც გაასწრებთ ვინც არა და მონობაში რო ხდებათ სული და ამოხდებათ მე კიდე პირჯვარი იწერეთ და აი მე ღმერთო ცოცხალი წმინდანი და ბოლო ჟამი და ის იძახით როგორც ჩვენი მოკლედ ამ თემაზე ახლა არ მინდოდა საუბარი უბრალოდ რაც გამოხმაურებები იყო მინდოდა ორი სიტყვით მეთქვა მე სულ სხვა რაღაცაზე მინდა ლაპარაკი დღეს გახდა ცნობილი იმის შესახებ რომ თურმე კოცებმა დაიჭირეს მოძალადე სპეცრაზმელები რომლებიც აქციაში დარბევის დროს როდესაც დარბევას ახორციელებდნენ აი და ეს დარბევა არ იყო სხვათა შორის მე მინდა გითხრათ ეს არ იყო დარბევა ეს იყო პირდაპირ გადატრიალების მცდელობის მოგერიება ისე ცნობისთვის ეს არ ყოფილა მშვიდობიანი აქცია სხვა რამეა რადიკალურად სხვა რამეა და გადატრიალების მცდელობა სხვა რამეა რისთვისაც აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე მაგრამ ის საქმეები არავის არ ახსოვს მარტო ახსოვთ აგე რა 4 ოქტომბრის იმიტომ რომ იქ თავისიანების ბევრი გააყოლეს 4 ოქტომბრის პატა ბურჯულაძის და ამათისო აი 7 წელი 5 წელი 2 წელი და ასე შემდეგ ამას სიკვდილი იმას ჩამოხჭება ამას სიკვდილი აი თურმე როგორ მუშაობს არა ეს გადატრიალების მცდელობა არა აი ლუსულ კანონს ხო გახსოვთ რამდენხელა ცივილ-კივილები და რამდენი ამბები იყო იმაში საქართველოში აი იქ 2 წლის წინ რო ხდებოდა ეს ამბები აი 2 წლის წინ თურმე მომხდარა დარღვევები და 2 წლის მერე მომხდარა თურმე იმას რა ქვია გაუგიათ კოცებს თუ ვინმე წამით დამნაშავე სპეცრაზმელები ვირანიან და დაიწყეს თურმე ახლა დასჯა რა ყობახიძემ გამოაცხადა რომ ეს ევროპული სტანდარტითო აქეთ-იქეთო 2 წელი თურმე არ იცოდნენ 2 წელი თურმე არ იცოდნენ თურმე მშვიდობიანი აქციის დარბევის გამო თურმე ჯერ ხო ცამდა ქვეყანამ ვიცით სულ ყველამ ვიცით რომ ეს არ იყო არანაირი მშვიდობიანი აქცია ეს იყო ჩვეულებრივი მცდელობა სახელმწიფო გადატრიალების და ხომ კარგად გვახსოვს სულ ყველას და მათ შორის საიმ სპეცრაზმელებს და იმათ ვის უკანაც იყვნენ ამოფარებული მთელი საკოცეთი ხო გახსოვთ ამხელა ცივილ-კივილი იყო და ჩვენმა გმირმა პოლიციელებმა გადაგვარჩინეს და პოლიციელები თქვა პოლიციელი გმირია და ეს კოცები რო დარბოდნენ ეს სირი კოცები და პოლიციელებს მიგეს რო ჩუქნიდნენ რა ქვია ყვავილებს და მადლობას რო ეუბნებოდნენ ხო გახსოვთ ეს პერიოდი მაშინ თურმე ვიღაცებს გადაუმეტებიათ ძალაუფლებისთვის კი ნამდვილად ვიტყვი იმას რომ უნამუსო უნდა იყო და უსინდისო უნდა იყო ადამიანი წაქცეულ ადამიანს რო ცხვირპირში ურტყამდნენ და
რამდენ ახლობას ჩადიოდა ახლა პოლიცია ამაზე ზედმეტია ლაპარაკი, ხო? მაგრამ არ იყო ის მშვიდობიანი აქცია. ეს იყო ჩვეულებრივი გადატრიალების მცდელობა. მაშინ, ეხლა რატომ ამბობ ამას? ეხლა მინდა მოგმართოთ უშუალოდ ძალოვანებს. იგივე პოლიციელებს, იგივე სპეცრაზმელებს, იგივე იმ უშიშროების ხალხს. მაშინ კაი იყავით, თქვენი ჭირიმე, თქვენ გენაცვალე, თქვენზე იდგა სამშობლო, თქვენ იყავით მაშინ გმირები ქოცებისთვის. თქვენ მაშინ იყავით გმირები. ის ხარებაც გმირი იყო, ის სპეცრაზმელებიც გმირი იყო და იმათმა გადაარჩინეს ქვეყანა, რომ უბედუროთ მართლებიც იყვნენ ნაწილობრივ. მართლებიც იყვნენ, იმიტომ რომ იმათ ისინი რომ მოსული იყვნენ იმ პერიოდში, ისე იყვნენ ადუღებული და იწყებოდა გადატრიალება, უბედურება, ჰაი-ჰუი რუსეთთან ომი და ჩაერთვებოდა ქვეყანა უბედურებაში და ატყდებოდა სისხლისღვრა და უბედურებები მერე გენახა. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ წაქცეულ ადამიანს სახეში უნდა უწყოს ეხლა. მე სხვა რაღაცაზე მაქვს ლაპარაკი. მაშინ ქოცები, თქვენი ჭირიმე, თქვენ გენაცვალეს უძახოდნენ ამ ბიჭებს. გავიდა მის მერე 2 წელიწადი. ახლა გაიგეს თურმე ვინ იყო დამნაშავეები და იმ ხალხს ვის ხარჯზეც იდგნენ. ვის სისხლზეც, ვის ოფლზეც, ვის მართლა თავდადებაზე. არა ბიჭო, ახლა გრიგორიადისი მოლოტოვის კოქტეილით იმას წვავდა, რა ქვია, გოჭს წვავდა, ხო? არ იყო ასე? ხო იყო ასე, რომ ცოცხლად წვავდა მოლოტოვის კოქტეილით ტანკი ფეთქდება, ადამიანი კი იწვება კი არა. იმიტომ რომ ზეთი და ბენზინი არის გარეული ერთმანეთში და მის ჩაქრობა არ ხდება. 500 გრადუსი აყავს უფრო მეცე კიდე ეს რა ქვია ტემპერატურა და ტანკი ფეთქდება. ხო და ასეთი კაცჭამიებიდან იცავდნენ იმას რა ქვია. და ამ პოლიციელების ზურგს უკან იდგნენ. და არსებობს ძალოვანებში ესეთი თვითონ შიდა განაწესით ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ერთმანეთის კოლეგიალობა, ერთმანეთის გვერდით დგომა, ერთმანეთის გატანა ყიაზე არიან ყოველ დღე ყაჩაღთან, აი გრიგორიადისის ნაირებთან, ამასთან და ხდება იქ რაღაცა გადაცდომები, რო ხდება ერთმანეთს პატიობენ, ეს ჩვეულებრივი სისტემური ის არის, აფრთხილებენ, რომ მეჯერ არ შეიძლება და არც არავის არ ახსოვდა დღეს ეს ხალხი. მაგრამ აი ეს ქვეწარმავალი, ბოზობის გენერალი, ამას რატომ იცეს ბოზობის გენერალ-მაიორობა? დღეს გამოხდა ეს კაცმა, რომელმაც იარაღის დაშლა აწყობა არ იცის. სროლაზე ზედმეტია ლაპარაკი. გენერალ-მაიორი გამოხდა გენერალ-მაიორი და დაერია სპეცრაზმელებს და დაიწყო მათი დაჭერა და დაიწყო მათი აღიარება. იმან ეს თქვა, ამან ეს თქვა, თქვენ თურმე ასე მაშინ რაშია საქმე იცი? ახლა ადექით და ჩაჯექით ყველა ციხეში. მაშინ აი ბიჭები იყავით, მაგრამ ახლა უნდა გაგწიროთ. ნახმარი პრეზერვატივებით უნდა მოისროლონ ახლა. ეს სპეცრაზმელები ვის ზურგს უკანაც იდგნენ ამდენი ხნის მანძილზე. აი ეს არის ბოზური მენტალიტეტი. რომელი ბოზური მენტალიტეტის გამოც მიცეს ამას გენერლობა. თორე ბერლინის აღებისთვის კი არ მიუციათ. და მე ერთი რაღაცის თქმა მინდა. აი ძალოვანებს მოგმართავთ. აი ამათ ბრძანებებს რო ემორჩილებით, ამათ ბრძანებებს კი სამსახურია წესდება. ხვალდაზეგ შეგასრულებიებენ ბევრ არასწორ ბრძანებას. იტყვიან გმირი ხარო, შეიძლება ორდენიც მოგცენ. და მე დაგიჭერენ, რომ ასე ქენიო გადაცდიო. გადაცდომა ჩაიდინეო. არა, მაშინ გმირი იყავიო და დღეს დამნაშავე ხარო და 8 წლიან მუხს მოგიყენებენ. აი ეს არის ქოცის ფენომენი. აი ეს არის ბოზური მენტალიტეტის ადამიანები, რომელი ბოზური მენტალიტეტის ადამიანებსაც ქვეყანა უკავიათ ხელში. არაფერი წმინდა ამათთვის არა. არც თანამებრძოლია ამათთვის წმინდა, არც შინაური იციან, არც გარეული იციან. ჭირდები მათიანი ხარ. არ ჭირდები ხაზი გადასასმელი და აი დაიწყეს ახლა ამით. ხვალდაზეგ დარწმუნებული ვარ. ამ ბიჭსაც რას ვერჩი ამას? ხარებას, რასაც ავალებდნენ, კაცი კონსტიტუციურ წესრიგს იცავდა და იმისთვის, რომ ქვეყანაში ომი და გადატრიალება და უბედურება და ეს არ ყოფილიყო, თვითონაც და თავისი ხალხიც იდგა და იცავდა იმას, რეჟიმს. იმიტომ რომ გადატრიალება ეგრევე ომს ნიშნავდა. ომს, ბევრს რო ვერ გაუგია ეს.
კი შეიძლება ხოცები კი იყვნენ, გასაწყვეტლები და ამოსაწყვეტლები, მაგრამ ქვეყანა ხო არ უნდა გადააყოლო. და ხარება გაუშვეს სამსახურიდან, კაი ხანია. მოდგნენ, იქ ვიღაცა გაბოზდა ეს, გაბოზდა ის, გაბოზდა ასე და წავიდა ახლა ერთმანეთში დარევა, ერთმანეთის ჩაშვება. კაცი ამოს მე გამოვარ თვითონ დავჭდებიო. ასე ახარებ ჩემო ძმაო. შენ კი ხარ კაცი და შენ კი ხარ ვაშკაცი, მაგრამ ბოზები რო არიან ზევით. ბოზები რო არიან ზევით. და აი ბოზების მართლობის ქვეშ როდესაც ხართ, ასე მოგიწევთ და ასე მოგიწევთ თითოეულს. თითოეულ პოლიციელს, თითოეულ სამხედროს, თითოეულ უშიშროების ჩინოვნიკს გაგაკეთებიებენ ამ სიბინძურეს. კი, ჩემოდავით წესი და რიგით უნდა გამოვიდნენ და თვითონ უნდა დაუნტრიონ ცხვირპირი, მაგრამ ახლა კაც ბოზობაში გენერალ მაიორობა აქვს მიღებული და ვინ უნდა დაუნტრიოს ცხვირპირი. ხო ჯიჯილაგიანად ჩამწვდევენ ციხეში. ახლა იქ ვიღაცა მოადგილე გაუბოზეს, იმან ჩაუშვა, ამან ასიქნა, ამან გაიკეთა კარიერა, იმან გაიკეთა. აი ამ სტანდარტით, ბიჭო, ამას ნაცებიც არ აკეთებდნენ. აი ნაცებიც არ აკეთებდნენ. თავისიანის გატანა იმათმა იცოდნენ. კოლეგიალობა იცოდნენ, იყო მაგალითად ერთი შემთხვევა, არა აქვს მნიშვნელობა ვინ სახელებს და გვარებს ნახოთ არ ვიტყვი, მაგრამ ერთი ბიჭი პოლიციაში მუშაობდნენ 2009 წელი იყო, ხო და გაუვარდა იარაღი შემთხვევით, ახალდარიგებული იყო ეს M4-ები და გაუვარდა იარაღი და თავისიან თანამებრძოლს მოხვდა, გადარჩა ის, მაგრამ დაზიანდა რა, ძალიან დაზიანდა მოხვდა. და ყველამ იცოდა, რომ ეს პრომეტის დაჟნათლი მირონებიც იყვნენ ერთმანეთის. და ყველა ახლა ახალ სტრუქტურაში რო იგი მომხდარიყო, თავდაცვაში რო ეს მომხდარიყო, ციხეს თავზე დაგაშენებთ. მერაბიშვილის სტრუქტურა იყო, ყველამ იცოდა, რომ ეს ბოროტი განზრახვა არ მომხდარა, იყო შემთხვევითობა, იყო ახალდარიგებული იარაღის ამბავი აქეთ-იქეთ და არავის არ დაუჭერია ის, არც არავინ მომჩივანი ყოფილა, მოხდა შემთხვევა და შემთხვევის გამომდინარე არ დაღუპეს ადამიანი და გაუშვეს. უბრალოდ სტრუქტურიდან სხვაგანო წადი ნახე სამსახურიო და არ დაგიჭირთო, მაგრამ ვერც გაგაჩერებ თუ აქ. აი ეს არის ისეთი რამე, რასაც ყველაფერს მშრალი კანონით ვერ გააკვებ, მაგრამ ქოცებმა ეს არ იციან. ქოცებმა იციან ერთი რაღაცა. დღეს ზიხარ სუფრაზე, სვამ, ჭამ, შენ ჭირიმე, შენ გენაცვალე ძმას, მეგობარს უძახი ადამიანს და გავა სუფრიდან და იმ წუთში გაბოზდება. და იმ წუთში ზურგიდან დანას დაგარტყამს. აი გული შემეწოდა ეს ადამიანი. მართლა შემეწოდა, იმიტომ რომ ვაშკაცი კაცია და 18 წელიწადია მსახურობო და იმდენი მინისტრი და იმდენი ნაცების დროსაც მსახურობდა. ეს ადამიანი და ქოცების დროსაც მსახურობს, მაგრამ კაცურად მსახურობდა. არ გამოუცხო რომ ეს ჩააყუდონ ციხეში. რა გაუჭირდება? ბიზინა ივანაშვილი ხო ის კაცი არის, რომელიც თავისიანების დაღუპვით, თავისიანების გაწირვით არის. აბა ვინა? ღარიბაშვილი. აბა ვინა აგერ ახლა ვითომ აგენტი რო დაიჭირეს. თავისიანი არ იყო? უახლოესი იყო. აბა ვინ არის ბაჩიაშვილი? აბა ვინ იყო ის რა ქვია? ლილუაშვილი. ვინ იყვნენ ეს ხალხი? ხო ბიზნეს ხალხი იყვნენ. ხო მისიანები იყვნენ. და ყველა რომ მოღალატეები და ყველა რომ ჩათლახები აღმოჩნდა და მარტო ბიზნე რო აღმოჩნდა წმინდა. და საცოდავი ბიზნე ყველამ როგორ უღალატა. აი იმდენად რთულია დღევანდელ ძალოვან სტრუქტურაში ადამიანი. იმდენად ძნელი არის გაჩერდე და უბრალოდ ადამიანის ფორმა შეინარჩუნოს დღევანდელ პოლიციაში, ჯარში, უშიშროებაში ადამიანმა, ამაზე რთული არაფერი, ყოველდღიური გამოცდა. სინამდვილეში რა უნდა მომხდარიყო? ახლა რო გამოხდნენ ეს ძალიან ბრძენები რო არიან. სინამდვილეში რა უნდა მომხდარიყო, რომ ესეთი რაღაცეები გამოირიცხოს. აბსოლუტურად ყველა სპეცდანიშნულების რაზმის წევრს უნდა ჰქონდეს საიდენტიფიკაციო ნომერი. საიდენტიფიკაციო ნომერი. რომელიც საიდენტიფიკაციო ნომერი ძალიან კარგად იცის შტაბმა. ვის ეკუთვნის, რა ეკუთვნის. და თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს პირადად ჩაბოზებით და ჩაშვებით და ერთმანეთის დაღუპვით კი არ უნდა მოხდეს, დაფიქსირებული არის შენი კამერა, იდენტიფიცირებული არის შენი ნომერი, ხო და თუ დააშავე ძამია, წაბძანდი ახლა შენ თვითონ და აგე პასუხი.
მაგრამ ამ შემთხვევაში როგორაა, იცი? არა ძმაო, ჩვენ ნომრები რა გვინდა? აი ხლა ევროპულ სტანდარტს რო გეგმავს ჩიჩილაკა. 2 წლის წინ სად გახსოვდოთ ეს ევროპული სტანდარტი? მიდით კაცო, რაც გინდათ ისაკეთეთ, თქვენ პასუხს ვინ მოგთხოვთ? თქვენ გმირები ხართ, თქვენ ვაჟკაცები ხართ. უცხოელი აგენტებისგან გადაარჩინეთ საქართველოს, აბა ჰაი ჰუი, მიდი უძახიან ერთი მეორეს. და რომ მიდგება საქმეზე, ახლა ძმაო შენ ეს გაგიკეთებია და ბარა უქნათ. ახლა უნდა გაგსროგოთ. ახლა მითხარით ერთი დაამტკიცოს ვინმემ, რომ თუ ისინი არ აღიარებენ. რა თქმა უნდა ისინი აღიარებენ. როგორ უნდა აღიაროს? ვინ უნდა აღიაროს? თვითონ რო აღიარებს, მარტო აღიარება არ გმარა საქმეს. იქ ორი მინიმუმ თავისი მეგობარი, ვინც იმ სპეცრაზმელის გვერდით იყო, იმათმა უნდა დაადასტურონ, რომ ის იყო. იმიტომ რომ ჩვეულებრივი მოქალაქე იმას ვერ გამოარჩევს ხვებიდან. ჩვეულებრივი მოქალაქის ჩვენებას არანაირი ფასი არ აქვს. ასია ეს. ამიტომ ეს ქოცური სისტემა, ასეთი ბოზური სისტემა. და როგორცაა ცნობილი, იქ ვიღაცა მოადგილე გაბოზებულა იქ იმას. ხო, იმ გაბოზებულს იქ რა მინდა უთხრა იცი? შენ ახლა ჩამოკიდებენ ორდენებს და შეიძლება მოადგილეთ იყო და შეიძლება რაღაც, მაგრამ ხვალზე შენც ისე მიგაყოლებენ იმ ციხეში. იმიტომ რომ ბოზური სისტემის მცველი ხარ და შენც ამ სისტემას მიყვე. იმიტომ რომ ეს ბოროტი სისტემა რაც საქართველოში მოქმედებს. ესა უსინდისობა, ესა უნამუსობა. ხო, ზაურ, მე მომისმინე ძმაო, რაშია საქმე, იცი ახლა ძალოვანი სტრუქტურაში, ვისაც უმსახურებია და ვინც იცის რა სიმძიმე არის. იქ ერთი რაღაცა არსებობს რა, ყველას თავისი სპეციფიკა აქვს, პოლიციას თავისი სპეციფიკა აქვს, სპეცდანიშნულებას თავისი სპეციფიკა აქვს, შეიარაღებულ ძალებს ჯარს თავისი სპეციფიკა აქვს და საქმე რაშია, იცი? შენ როდესაც ბოზურ მენტალიტეტს დაამკვიდრებ, ჩაშვების, ჩაბოზების გენერალს, აი საქართველოში არის, წარმატების ფორმულა არის მდინარაძის გზა. ჩაშვება ერთმანეთის განადგურება. კი, შეიძლება რაღაც პერიოდში ეს რეჟიმად გამოდგეს. მაგრამ დამიჯერე, ჩემო ძმაო, ასეთი შეიარაღებული ძალები, რომელიც ბოზობაზე, ჩაშვებაზე და ჩათლახობაზე დგას. ვერც ერთ ომს ვერ მოიგებს ვერასდროს. ასეთი სპეცდანიშნულების რაზმი ვერასდროს ვერ მოახერხებს ნორმალურად აი ძიმე ოპერაციის ჩატარებას. და ვერც პოლიცია ვერ იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს. რატო იცი? როდესაც თანამშრომლებს ერთმანეთის ნდობა არ აქვთ, როდესაც თანამშრომლებს ერთმანეთის გატანა არ შეუძლიათ, როდესაც თანამშრომლებს ერთმანეთის გვერდში დგომა არ შეუძლიათ და აქვთ მხოლოდ შიში იმისი, რომ ეს არ გამიბოზდეს, ის არ გამიბოზდეს, ამან არ ჩამიშვას, იმან არ ჩამიშვას. ასეთია ეს სისტემა, არის ბევრი რაღაცა ხდება დანაშაული, რომელიც იგივე იმ სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება არ ღირდეს გასაჯაროებლად, რომ ამისმა დანაშაულმა შეიძლება რაღაცა სხვა გამოიწვიოს, კიდე იქეთ უფრო უარესი. და რაღაცა იქ უნდა დაიმარხოს. ეს არა მარტო საქართველოში ხდება ასე. ასე ხდება ამერიკაში, ასე ხდება ბრიტანეთში, ასე ხდება სხვაგან და სხვაგან. მაგალითად აი ელემენტარული ისაა, რომ არის ვიღაცა პოლიციელის მკვლელი ახვარი, რომელზეც აყვანა არის გაცემული, უნდა აიყვანონ, მაგრამ პოლიციელებმა იციან, რომ იმდენი პოლიციელი ყავს მოკლული და გამწარებული და დაჭრილი, მისი ცოცხლად აყვანა არ უნდა მოხდეს და ვისაც შეხვდება უნდა მოკლას. იციან ეს წესდების გარეშე არის ერთმანეთში. იმიტომ რომ ის მათი თანამებრძოლია, იმიტომ რომ ის ასია ეს და კლავენ იმას. მაგრამ ერთმანეთს კი არ აბოზებენ, რომ მიზანი მიმართულად მოკლეს. ხო და ამათთვის მტერი არის ქართველიერი, ამათთვის მტერი არის შეიარაღებული ძალები, ამათთვის მტერი არის პოლიცია, ამათთვის მტერი არის სპეცრაზმი და ამათთვის მტერი არის ყველაფერი, ქართული ჯარი. ამიტომ არ ჭირდებათ ამათ არ ძლიერი ჯარი, არ ძლიერი პოლიცია, იმიტომ რომ ის დაემორჩილება იმას, რაცაა გასაკეთებელი და არა ამათ. ხო, უხანგრძლივი, ამიტოა ჩემო ძმაო, რომ ეს არის ერთი რეჟიმი, ჩვეულებრივი რეჟიმია, ბინძური რეჟიმია, ბოზური მენტალიტეტის რეჟიმია, ამ რეჟიმმა თავისი უკვე მოჭამა, როგორც
თავის დროზე შევარდნაძის რეჟიმმა მოჭამა, მერე სააკაშვილის რეჟიმმა მოჭამა, ახლა ამ რეჟიმმა მოჭამა, მაგრამ სულისკვეთები, ეგენი ყველა ერთნაირები არიან. ამიტომ ეს რეჟიმი ამ ფორმით ვერ ძლებს, საჭიროა ტრანსფორმაცია ამ ყველაფრის, როგორც ნაცების ტრანსფორმაცია მოხდა ქოცებად, ახლა ნაცქოცის ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს კიდე რაღაცად და კიდე რაღაცად უნდა გააშტერონ ხალხი. ეშინია ძმაო. ამათ ყველაზე მეტად ვისი ეშინია? მეგეთ ყველაზე მეტი შიში ვისი აქვს, იცი? ყველაზე დიდი შიში აქვს ეროვნული არმიის. არასდროს საქართველოში ეროვნული არმია არ გაიწვრთნება. სანამდე იქნება ეს დამპალი რეჟიმი. იმიტომ რომ არც ერთი გენერალი და არც ერთი სამხედრო მეთაური, რომელიც ხედავს თუ მისი ქვეყანა როგორი გადაშენების, გადაჯიშების და გაუბედურების პირასაა დამდგარი, არ მოითმენს ამას, გამოიყვანს არმიას და გადაატრიალებს და დააყენებს წესრიგს. ქვეყანაში რეალური ძალა არმია. ასე ხდებოდა. აი, შორს არ გინდა წასვლა. თურქეთში ასე ხდებოდა მაგალითად. ნატოს წევრი რო გახდა 7 გადაატრიალება მოხდა მის მერე. ერდოღანიც კი ამ გადაატრიალეს. როდესაც დიქტატურისკენ მიდიოდა. მაგრამ ამათ არ ჭირდებათ ეროვნული არმია. ამათ ჭირდებათ ბოზების გენერლები. დასვამენ ახლა ის გაავსებს უშიშროების თავისი მისნაირი გენერლებით აავსებს შეიარაღებულ ძალებს, რომელთა მთავარი ამოცანა ვინ ვიზე თქვა, რა თქვა, როგორ თქვა, რანაირად თქვა, საფათ დროზე დავიჭიროთ. აბა ვაშკაცი ბიჭია, აბა რამენაირად ართან ისა რა ქვია, ვერ გავტეხავთ? ხო და უნდა დავგულპოთ ძმაო მაშინ, აბა ჩვენ მაშინ იმან თუ თქვა. არ ვიცი რამდენი ხანი გაძლებენ. თუმცა მეეჭვება რომ დიდხანს გაწიონ. იმიტომ რომ ეს არის აყროლებული რეჟიმი, რომელიც უკვე თავისიანების განადგურებაზეა გადასული. ხო, აქვს სუპი ხალხს კი. ხო. როდემდე გასტანენ ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ამ რეჟიმის დღეები რო დათვლილია, ამას ბევრი ლაპარაკი არ ჭირდება. იმიტომ რომ ბოროტება, რომელიც ადრე თუ გვიან დასრულდება. ხო და საკმაოდ დიდი ხანია ეს ბოროტება არის აყვავებული საქართველოში. ისევე როგორც აყვავებული არის იმაში, რა ქვია, ყანდურიზმი ეკლესიაში. და ამ წმინდანად მოყავთ ის გამძღარი ჯიპიანი, მილიონერი, მილიარდელი მამაოები და რას ქვია, შენ თქმის უფლებაც რო არ აქვს. შენ ქართველ ადამიანს ამის თქმის უფლებაც რო არ აქვს. შენ თუ ეს თქვი, შენ რა ქრისტიანი არის ჭუაძე. ქრისტიანი არის ჯაღმაიძე, ქრისტიანი არის შიო, აი ესენი მილიონერი მამაოები, ესენი ბავშვები რომ მივიდნენ, წამალი რომ უნდათ და დაგლოცეთ და ის აი ეს პროვოკაცია, ეს როგორ, ეს რანაირად, აი ეს სისტემა არის შექმნილი. კი, და ამ ეს სისტემა შექმნა შევარდნაძემ ხალხში, ერში და ბერში ეს სისტემა ჩამოყალიბდა ილია მეორის დროს. ახლა ჩემ დროს არ ჩამოყალიბებულა და ჩემ დროს არ მომხდა რამდენი ნაძირალაზე ანაფორის ჩაცმა. ესა სიმართლე და არ უნდა ამ ხალხს ეგ შენი სიმართლე. ხო და ერი და ხალხი, რომელიც ვერ იტანს სიმართლეს და არ უნდა სიმართლეზე თვალის გასწორება, იმ ერს არ ეშველება არაფერი. სანამდე არის სწავლის. რუსთაველი ჯერ კიდევ როდის რათა თავია სიცრუე ყოვლისა უბედობისა. უნდა ამ ხალხს ტყუილში ცხოვრება ხო და გააგრძელონ. იმიტომ შენ სიმართლეს რომ ამბობ, ყველას ეხება. ეგა ძალიან გული დამწყდება, მაგრამ რაღაცნაირად ისეთი განცდა მაქვს, მალე ხარებასაც ჩააყუდებენ. კიდე ბარიურს ჩააყუდებენ ისე რა, მაგ გარანტირებულად რო გაქვთ თავი, იმიტომ რომ ამ ბოზურ სისტემა და თქვენ ჭანჭიკები ხართ ამ სისტემის. გინდა არ გინდათ. ახლა მე გმირობას ვერავის ვერ მოთხოვ. ვერავის ვერ მოთხოვ და არც საჭირო ვინმეს მოთხოვ, მოსახდენი თავისით მოხდება, მაგრამ მე მახსენდება რა, იცი? როდესაც მე, ჩემი ძმა, ჩემი თანამებრძოლები ხმას ვიღებდით საქართველოში, ამ ახურობის გამო რაც ხდებოდა, ხალხი, უზარმაზარი ჩინების მეპატრონეები, რას ამბობდნენ, იცი? რა უნდათ ამ პროვოკატორებსო? რატო არ ჩერდებიანო? სისტემის მხარეს იყვნენ. მერე, როდესაც მოუწიათ სამშობლოს დატოვება თვითონ ამ ხალხს, რომ გამოიქცნენ ზოგი საფრანგეთში, ზოგი გერმანიაში და ზოგი სად, მერე ჩვენ ვიდეოებს იღებდნენ და დებდნენ და პოლიტიკური დევნილები რო იყვნენ, აი თურმე რა ცუდი სისტემა იყო და როგორი იყო და ლანძღავდნენ და აგინებდნენ სისტემას. აი ესეთი ვირთხების ხელში სანამდე იქნება ძალაუფლება ქვეყანაში, მე პელეშვილება ქვეყანას.
მომისე შემოძებო ასეთი სახელმწიფო ვის არ კიდია ერთი ის მითხარი. ყველას კიდია. ყველას კიდია. ყველას კიდია. იმიტომ რომ თვითონ ივანაშვილს კიდია. კიდია, ჭირდება იმას. იმას ჭირდება ის ასე დაცულად, ასე უსაფრთხოდ, ასე ნებიერად, ასე ლაღად ვერც ერთ ქვეყანაში ვერ იგრძნობს თავს. მერე იქიდან მოყოლებული ვინცა მის დაქვემდებარებულები ბოლომდე იმათაც კიდიათ. უბრალოდ მე ზოგს მე წასასვლელი არ აქვს. იძულებულია ფული აიღოს და ვალდებულებით შეასრულოს ემსახუროს სისტემას. სისტემასაც კიდია. მე ერთხელ ერთი უშიშროების ოფიცერმა მითხრა ეს უკრაზე რომ მომევიდა ადრე ერთი 10-12 წლის წინ იყო, რომ ეს რა ქვია შაგაახურე, ბიჭო, საქმე რა, შენო მართლა გონიო ეგ ქვეყანა ვინმეს უყარსო? ახლა მე მიყვარს მე მხარი და სხვისი რა ხო და ნახავ აგერ ვინცას უყარსო და გამოჩნდა აგერ. არავის არ უყარს ეგ ქვეყანა. ყველა საინტერესოს მისი კუჭი. უკანონო იქნება ვიღაცის შვილმა კარაქიანი პური რო არ ჭამოს, არ ღირდეს ის, რასაც აწერს ხელს, მაგრამ აწერე. ჩემო გმირობა ცოტა ისეთი მცნება არის. მაგაზე ცოტა ლავიც ლაპარაკი. გმირობა არის ის, როდესაც ადამიანი შეგნებულად თავის სიცოცხლეს ანაცვალებს მის ქვეყანას და მისი ერთი სიცოცხლით გადაარჩენს სხვისას, 1000-ისას, 100-ისას. ესაა გმირობა ახლა. დანარჩენს რა ვიცი, რაფერ უწოდო გმირობა. ნუ ასე არის ჩემო ძმაო და მანამდე სანამდე ეს ურიების ხელში იქნება ეს ქვეყანა და სანამდე ეგრე ურია ივანაშვილი და ურია ისა რა ქვია შორენა და ჯაღმა და ესენი დაადგენენ ქვეყნის ცხოვრების წესს, მანამდე არაფერი არ შეუძლება ქვეყანა არ უნდა ამ ხალხს ემართლე. ზედმეტი იყო ამ ცხონებული ზვიად გამსახურდიას ბრძოლა, გაბრძოლება, მერაბის ზვიადის სიკეთისკენ მოებრუნებია ხალხი. მასა აღმოჩნდა წყალში ჩაყრილი, იმიტომ რომ შევარდნაძეს ჯერ კიდე 60-70-იანი წლებიდან შეკრული ყავდა ბიოლოგიური ნაგავი, რომელიც ბიოლოგიური ნაგავი ჯერ თვითონ ადგებოდა და ამ ბიოლოგიური ნაგავის შთამომავლობა გამოადგებოდა მომავალში. ასე იყო. თვითონ იყო იმ ბიოლოგიურ ნაგავზე იდგა და ამ ბიოლოგიურმა ნაგავმა მოაბრუნა და დასვა პრეზიდენტად, მერე ილია მეორემ აკურთხა. ილია მეორე რო ყოფილიყო შევარდნაძე იქნებოდა. თქვენ ხართ სახელმწიფოს მეთაურიო, უთხარითო ხალხო. ამანაც ხმა ღვთისა და ხმა ერისაო. არ იყო ასე უგონებ რამეს? და დღემდე მოყვება მე ეს სისტემა და აციც უნდა გააგრძელონ ასე. იქნება შიო ჯაღმა, იქნება აქეთ ბიზნესი და წავიდა ხალხი და ერების რა შეინტერესებს. ასეთი უსამართლობა იქნება სულ. სულ ეს უსამართლობა იქნება ამ ქვეყანაში და ამ სისტემა იარსებებს. ამის თქმა მინდოდა და რა ვიცი, სიმართლე გითხრა დიდად არაფრის მე პირადად ჯერჯერობით არაფერი სიკეთის მოლოდინი არ მაქვს. არაფერი სიკეთის მოლოდინი არ მაქვს, იმიტომ რომ როდესაც თავის მოტყუება არის, როდესაც ამდენი ბოროტი ხალხია ერში და ამდენი ბოროტი ხალხია ბერში, რომ ელემენტარულად გამოვიდნენ, ელემენტარულად დაავადებული ბავშვების შობლებს ის უთხრან, ის მაინც უთხრან, რომ ჩვენ მართალია არა ვართ სახელმწიფო, ჩვენ მართალია ეკლესია ვართ და კი ბატონო, გიშვამდგომლებთ, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გადაგირჩინოთ თქვენი შვილები და რაც შეგვიძლია დაგეხმარებით. ამის მაგივრად ამ ავანტყოფ ბავშვებს, ამ ავანტყოფ შობლებს დააყუდებენ საპატრიარქოსთან და არცალია შიოს და ჯაღმას. არცალია შიოს და ჯაღმას. და მე გამოვა ეს გამოკერპომანებული მასა და ვაიმე მე უფეშიო რა წმინდანი ხარ, ღმერთმა დაგლოცოს. გული მერევა უკვე. გული მერევა. არც ადრე მქონდა დიდი წარმოდგენა ქართულ საზოგადოებაზე. არ მქონდა. თუ ხედავდი, ძალიან კარგად ხედავდი და ისიც ძალიან კარგად ვიცი, აგერ ამ ტელევიზიის მონაწილეები ვინაა ბოზი ჩათლახი და ვინაა მართალი ადამიანი. საქმე იმაში არის, რომ ყოველ დღე ეს მტკიცდება. ბოზური სისტემის გენერლები ქმნიან თავიანთ ბოზურ ცხოვრებას. ამიტომა საქართველოში წესიერი, ვაჟკაცი, განათლებული, ნიჭიერი ადამიანი ვერასდროს ვერ გაიხარებს და გაიხარებს ისეთი გენერლები ეყოლება ქვეყანას, რომელსაც იარაღის დაშლა აწყობა არ აქვს.
ეგა გინდა თუ არა ამას დადიხარ ბოლომდე აბა გაგზელეთ თქვენ იცით ბოზებო ერთმანეთის დაღუპვაში ერთმანეთის ჩაშვებაში მალე გენერალ სიმუსები გახდებით წარმატებები მისურვებია და თქვენ კიდე ხო აი პოლიციელებს და სპეცრაზმელებს და ჯარისკაცებს ვეუბნებით თქვენ ამათთვის ხართ უბრალოდ გამოსაყენებელი მასალა და თუ ვინმეს მიგითითებენ რაღაცა უკანონო ბრძანებას ან რაღაცას ბიჭო გააკეთე და მე არაა პრობლემა არ შეასრულოთ იმიტომ რომ გავიდა აგერ დრო 2 წელი გავიდა მოგცეს უფლება რომ ყველაფერი გეკეთებიათ და მე საქმეზე რომ მიდგა აგერა და დაგუპავენ და კიდე ბევრს დაგუპავენ კიდე ბევრს ისე თუ რიგითმა პოლიციელმა უნდა აგოს პასუხი რიგითმა პოლიციელმა უნდა აგოს პასუხი უნდა გაყვეს ეს ზემოთ არა მარტო ხარებამ უნდა აგოს პასუხი უნდა აგოს გომელაურმა პასუხი უნდა აგოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა პასუხი უნდა აგოს ყველამ ვინც ეს ხალხი მოიყვანა ხელისუფლებაში ივანაშვილის თამადობით მაგრამ ბიძინე წმინდა და იმას როგორ შეიძლება